გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გიორგი ბარამიძემ გვახარა, რომ მალე დაგროვდება ის კრიტიკული მასა, რომელიც შემოერთდება ამ ჩვენს პრინციპულ ბრძოლას და დაინახავს სინათლეს სიბნელეში. ალბათ მის წარმოდგენაში ეს სინათლე ვივამედის ერთ-ერთი ფანჯრიდან სხივივით გამოანათებს. დიახ, გამოანათებს და ყველას, ვინც ჭეშმარიტ ნაცურ გზასაა აცდენილი, სწორ მიმართულებას მიუთითებს. პრინციპული ბრძოლა, ეს რასაკვირველია, კარგი ნათქვამია. პრინციპული ბრძოლა ძალაუფლებისთვის. პრინციპული ბრძოლა, რათა ნაცური ნაცები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩამოიყვანონ სადისტი ზურა ადეიშვილი. რესტარტი, ანუ გადატვირთვა გაუკეთონ ძმებ ახალაიებს, მერაბიშვილ კოდუებს და მერე ყველას, ვისაც იმ 9 წლის განმავლობაში ვერ მიწვდნენ, მოგხედონ და გვანახონ თუ სად იზამთრებენ ხოლმე კიბორჩხალები. და ის, რომ ღმერთმა დაიფაროს და ბარამიძე ადეიშველები თუ დაბრუნდნენ, მართლა ასე იქნება, ამის ეჭვი მგონი არავის აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, რას გვიზამენ. ისე დაგვერევიან, რომ ის 9 წელი სანატრელი გვექნება და მათი გამჩერებელი უკვე არავინ არასდროს აღარ იქნება. მახსოვს ზუსტად რომ ბარამიძე ამბობდა თავის დროზე ჩვენ 30-40 წლით მოვედითო. მაშინ ეს რომ მესმოდა ვუჯერებდი, ვერ წარმომიდგენიან რომ ჩვენს გარშემო არსებობდა ისეთი ძალა, რომელიც მათ მოაშორებდა. განსაკუთრებით 26 მაისის დარბევის შემდეგ დამემართა სრული ნიჰილიზმი. ახლაც მახსოვს ის საშენელი კადრები თუ როგორ უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს. სხვათა შორის მე იმ აქციის თავკაცს, უпроსორად თავქალ ბურჯანაძესთან მაშინვე მქონდა შეკითხვები, რა განა არ იცოდა, რა სასაკლაოზე მიყავდა ხალხი, რა არ იცოდა ვისთან, როგორ ფსიქოპათთან მქონდა საქმე, რა ეჭვეპარებოდა რომ სააკაშვილი ცეცხლითა და מחვილით უტირებდა ყოფას ყველას, ვინც მეორე დღეს მის მიერ დაგეგმილ პერფორმანსს, ორდენების გადაცემასა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ჩასვლას დაემუქრებოდა. ისე ჩვენი საგამოძიებო კომისიის ადგილას ნინო ბურჯანაძესაც დაუძახებდა და იმ დღის, უпроსორად იმ ღამის დეტალებზე ვალაპარაკებდი. იმასაც ვკითხავდი, პირველი რატომ მოშპა იმ აქციიდან. კაი, ბურჯანაძე ახლა იქით იყოს. უბრუნდები ბარამიძეს და მის გზავნილს. ერთს ვიტყვი, ბარამიძეზე სერიოზულად ლაპარაკ ეს საკუთარი თავის უპატივცემულობაა, მაგრამ ახლა ბარამიძე კრეფსიტი სიტყვა. რას უწოდებენ ესენი პრინციპულობას? სხვანაირად ვიტყვი, რასაც ისინი უწოდებენ პრინციპულობას, ეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არაა პრინციპული და ამათ კი ეს ვერ გაიგეს. ან ვერ გაიგეს, ან ჭკუა არ ყოფნით, უარი რომ თქვან მათ მიერ არჩეულ ეგრეთ წოდებულ პრინციპულ გზაზე და რამე ახალი მოიფიქრონ. ნუ თუ ეს უნიათოები არ შემეშინდება ამის თქმა, უნიჭოები ვერ მიხვდნენ რომ ცრუ გზავნილით ხალხს ვერ ააგდებენ. ამდენი ხანი გარეთ დაწანწალობენ, ყვირიან გამოდით, არავინ გამოდის. ყვირიან არიქა რუსეთში მიგვაქანებენ, მაინც არავინ გამოდის. ყვირიან ტოტალიტარიზმი, დესპოტიზმი, პოსტმოდერნიზმი, მაინც არავინ გამოვიდა და იმიტომ არ გამოდიან, რომ ხალხი ბრძენია და მარცხენასა და მარჯვენას ერთმანეთისგან ასხვავებს. არ ჭრის ეს ცრუ ლოზუნგი და გინდ 1000 წელი იდგნენ იქ და იყვირონ რუსული, მაინც არ გაჭრის. თქვე კაი ადამიანი შვილებო. ტაქტიკა შეცვალეთ, შიგთავსი შეცვალეთ, არსი შეცვალეთ. თქვენ კი მხოლოდ ფორმას ცვლით, ისიც უნიჭოთ და აზრი კი, უпроსორად უაზრობა კი იგივე რჩება. აი ამდენი ტვინი არ ყოფნით, რომ ახალი გზით უნდა წასულიყავით? სოციალურ თემატიკას, ეროვნულობას, დემოგრაფიას მაინც მიწოლოდით. ამ რუსულს რას გადაეკიდეთ? რაღაც ისეთი მოიფიქრეთ, ხალხი რომ დააფიქრდეს და თქვას, აი ეს მგონი მართლა შეესაბამება სინამდვილეს და იქნებ გარეთ თუ არ გავალთ, პანჯარაში მაინც
გადავიხედოთო, მაგრამ არა რუსული, ჩელაბინსკში გაღვიძება პუტინის მონები, ლარის გადარუბლება და ამგვარი სიცარიელი. რამდენი გავიდა უკვე? მე-9 თვეა რაც ეს ბედლამი გრძელდება და თურმე კრიტიკული მასის შეგროვება ჯერ კიდევ წინ ყოფილა. აი, არა ახლა ეს სიბრიყვე, ერთი მიზეზი მაინც დაგვისახელოს ბარამიძემ, რამ უნდა შექმნას ეს კრიტიკული მასა. ოღონდ კონკრეტული, გააზრებული და წონიანი მიზეზი დაასახელოს და არა ის ტრუხა, რითაც ეს წაგებულებით ცდილობენ ხალხის მასების აღელვებას. ისინი ცდილობენ ხალხის მასები კი არ ღეუდებიან. უკვე მოსაბეზრებელი და უინტერესოა ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვქნათ, ეს ჩვენი ქვეყანაა და უნდა ავიტანოთ. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.